პაპა დიმო, მოთხრობა. შვილო რეჯან როგორ ახარ გენაცვალოს პაპილო. ისევ, ცხელა სიცხე მაქვს. იქნება გინდა რამე. არაფერი. მაინც იქნება ნაღები გინდა, ან მსხალი, ან ხიზილალა, ან კიდევ პორტოხალი. ჰო, პაპილო, ხიზილალა და პორტოხალი. აგრე გენაცვალოს პაპილო. ეხლავე მოგიტან. ნუ მოიწყენ უჩემოთ. სანამ დაუბრუნდები, აი ეს სურათები გასინჯე. სასაცილო რაღაც არის. კარგია განა. მწკრივად ჩაწყობილმა ოქროს კბილებმა გაუელვა. ფალას ქუდი დაიდო თავზე და ლასლასით გავიდა. 10 წლის დარეჯანი, რომელსაც პაპა დიმიტრიმ რეჯანი დაარქვა, გაწითლებულ ქუთთოებს ჰბლიტავს და ღიმილით ათვალიერებს კურდღლების ცხოვრებას. მართლაც სასაცილოა, კურდღლები გულმოდგინედ მღერიან. საჭმელს დანაჩანგლით მიირთმევენ, ცეკვავენ, შენობებს აშენებენ, ავტოთი დასეირნობენ და ომობენ კიდევაც. აი კიდევ ერთი სურათიც. მონადირემ არწივს თოფი ესროლა, კურდღლები კი ყირამალა გადაცვივდნენ. ზოგი გარბის, ზოგი სოროში მიმალულა, ზოგს კი შიშისაგან გული წასვლია. ჰაჰაჰაჰა. სანამ რეჯანი იღიმება, მისი პაპა დიმიტრი, რომელსაც შვილის შვილმა პაპა დიმო დაარქვა, საგზელს ყიდულობს და ისევ მობარბაცებს. მოაქვს შაქარი, კარაქი, პური, ხიზილალა, პორტოხალი და 10-ოდე ირისი. დიახ, ირისი. მართალია რეჯანს არ უთხოვია, მაგრამ უყვარს. ძალიან უყვარს. მაშა სადამე, მაშ რა დასაშურია ზედმეტი 2-ოდე შაური. სხვა დროს ესეც სათვალავში ჩადიოდა. დღეს კი საანგარიშოდაც არ ღირს, რადგან მდიდარია დღეს პაპა დიმიტრი. მდიდარი, 15 მანეთი აქვს ჯიბეში, 15. სამაგიეროდ აღარ აქვს არც პაპიროსის მარაგი, არც პატარა სკამი, არც დიდი წითელი ყუთი, რომელსაც რეჯანმა პაპას დუქანი დაარქვა. დღეიდან დიმო აღარც დღეღამეს გასტეხავს 2-ოდე აბაზის გულისათვის. სიცხე წვიმა, თოვლჭყაპი, ყინვა, ქარი და მტვერი, ცის ყოველგვარი რისხვა პაპა დიმოს თავზე ტრიალებდა დღევანდლამდე. ამასაც აიტანდა მოხუცი. რატომ არა? ნაცადია, ნაწრთობია, მაგრამ ვერ იქნა, ვერ შეათავსა, მუდამ გარეთ დგომაც და რეჯანის მოვლაც. აგერ ორი თვე გახდება, რაც შვილის შვილი და რეჯანი ერთადერთი რაჯანი ავად გაუხდა. ყოველ საღამოს სიცხეს აძლევს. იმ დღიდან დღეში 10 ჯერ მაინც ჰკეტავს პაპა დიმო თავის დუქანს და რეჯანის სანახავად მორბის. მუშტარი შეჩვეულ ალაგზე, რომ აღარ ხედავს პაპიროსის ყუთს. სხვასთან მიდის. 2 თვეში ვაჭრობა დაელია და 3 თუმანიდან 3 მანეთამდე დავიდა. საბრუნავი თანხა გამოიცალა ვაჭარს. აღარც შოთა აქვს, არც ოცნება, აღარც პროლეტარი. ექიმა აფთიაქარმა და სანოვაგის დუქანმა წაიღეს პაპას კაპიტალი. მოხუცმაც ასწია დუქნის ნაშთი და გაჰყიდა. არა უშავს რა, ოღონდ რეჯანი მოჯობინდეს, თორემ პაპა დიმო კიდევ იშოვის ლუკმაპურს. ერთხელ და ორჯერ ხომ არ გასჭირვებია, ქვეყანა დიდია, საქმეც ბევრია, ოღონდ ის არის, რომ პაპა დიმო დაბერდა, ძალიან დაბერდა. 5 წელიწადიც არ იქნება, რაც თავის თმასა და წვერში ეძებდა და თითო ოროლად ჰპოულობდა თეთრ თმას. ეხლა კი შავს ეძებს და ვეღარ ჰპოულობს. დაითოვლა, დაივერცხლა პაპა დიმო. ესეც არაფერი, თვალთ დააკლდა, სმენა დაუჩლუნგდა, მუხლი ედრიკება. ხელი უცახცახებს და თვითონაც ლასლასებს, თორემ სხვაფრივ არა უშავს პაპა დიმოს. დაწყევლოს ღმერთმა ბედის ჩარხი, თორემ რა გვიშავდა უწინშვილო რეჯან. და დარეჯანს მეოცე თუ მე-40 უამბობდა თავის ამბავს, უბრალოს შორეულსა და სანატრელს. პაპა დიმომ 40 წელიწადი იცხოვრა და ივაჭრა არმავირსა და როსტოვში. ღვინო ვაგონობით მისდიოდა, დონურ წითელს კახურ საფერავს შეურევდა. ცოტა შაქარსა და სპირტსაც მიუმატებდა და პურივით ჰყიდდა. ფული ბლომად მოიგო, მაგრამ ჭკუა ვერ მოიხმარა. ერთი დიდი სახლი აიკიდა და მონაგარი იმ შენობაში ჩაჰყარა. მერე ქვეყანა რომ აირია და ის სახლიც ჩამოართვეს, ხელსარიელი ამბოკარი სამშობლოსაკენ წამოვიდა. ცოლი როსტოვში დამარხა, შვილი კავკავში, ხოლოს ძალი ტფილისში. მოხუცი პაპა და 4 წლის შვილის შვილი ობლებივით შერჩნენ ერთმანეთს. უნათესავონი, მიუსაფარნი და ბნელ სოროში მიყრელნი. ერთხანს პაპა ქალაქში დაბორიალობდა, რაღაცას ცოდვილობდა და დღიურ ლუკმას შოულობდა. ბოლოს ქუჩის ერთი კუთხე დაიჩემა, მეპაპიროსეთ გადაიქცა და დამშვიდდა. თვითონ დამშვიდდა, მაგრამ ბედმა არ მოასვენა. ძალიან სუსტი ბავშვია, უთხრა ექიმმა. ჯერჯერობით სკოლას თავი უნდა დაანებოს. ვინაც გამოუცვალეთ და ძალიან კარგად აჭამეთ. თუ სოფელში გაგზავნით, უკეთესი იქნება. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, მაგრამ პაპამ ჯერჯერობით მხოლოდ სწავლაზე ააღებინა ხელი და კვებასაც მოუმატა. ექიმი ისევ დადის, პაპა ისევ დაბორიალებს. სენი კი ჟინიანობს.